ჯერ სათქმელი მაგ იმას ვიტყვი და მე შეგიძლიათ ესე რაც სათქმელი მაგ მე შეგიძლიათ ეთქები და ეს кейსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრეცედენტული საქმე. ვინაიდან სექსუალური შევიწროების შემთხვევები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირია ჩვენ საზოგადოებაში, ქალები ამ შესახებ დუმილს ვერ არღვევენ და ძალიან უჭირთ დაუპირისპირდნენ იმ კაცებს, რომლებიც თანამდებობრივად მათზე მამულადგანა და ფლობენ ძალაუფლებას. ეს შემთხვევა უნდა იყოს პირველი მაგალითი იმისთვის, რომ ქალებმა ხმა ამოიღონ ამ ტიპის ძალადობაზე და ასევე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზი და პრობლემა, ვინაიდან სექსუალური შევიწროვება არ წარმოადგენს არც სისხლის სამართლის დანაშაულს და არც ადმინისტრაციულ გადაცდომას. შესაბამისად, როდესაც ამ საქმეს მიეცემა სასამართლოში მსვლელობა, საქმე უნდა წავიდეს შრომის კოდექსით და ანტიდისკრიმინაციული კანონით, თუმცა ანტიდისკრიმინაციულ კანონშიც უშუალოდ შევიწროების განმარტება არ არსებობს, რაც არის მნიშვნელოვანი ხარვეზი ჩვენი კანონმდებლობის და ჩვენ ქალთა მოძრაობა მოვითხოვთ, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ეს პრობლემა და აუცილებლად ამასთან დაკავშირებით მიმართავთ საქართველოს პარლამენტსაც. თუ მიმართეთ სახალხო დამცველს არა, ჩვენ არ მიმართავთ სახალხო დამცველისთვის, თათიას ბუნებრივია შეუძლია მიმართოს. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი თავად გამოიჩენს ინტერესს ამ საქმის მიმართ. მას შემდეგ, რაც საქმე წავა სასამართლოში, ბუნებრივია, მე იმედი მაქვს, რომ სახალხო დამცველიც და სხვა ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებიც განახორციელებენ ამ საქმის მონიტორინგს. მოქმედი კანონმდებლობით რას არის კანონმდებლობაში იზრდება ის რომ ამ შემთხვევაში და თქვენი საჩემის შესახებ იმ საქმის იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რა გარემოებებსაც ჩვენ ვიცნობთ, ცალსახად იკვეთება, რომ ეს არის სექსუალური ხასიათის შევიწროება, ეს არის დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით და არის შრომის კოდექსის დარღვევა. რაც შეეხება იმ გარემოებებს, შეიცავს თუ არა ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს, ანუ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების იძულების მცდელობას, ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ჩვენ განცხადებას ვერ გავაკეთებთ, საჭიროა საქმის დეტალური შესწავლა, ბუნებრივია ჩვენ პატივცემთ ყველა ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპციას და ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გაარკვიოს სამართალდამცავმა ორგანოებმა და სასამართლომ. ითხოვთ თუ არა მორალური ზიანის ანაზღაურებას, იგივე თქვენ ახსენეთ, რომ კარიერა დაგინგრათ ამის გამო, იგივე შალვარამიშვილისგან და იგივე ტელეკომპანია იმედისგან. ამ ეტაპზე სარჩელი მომზადებული არ არის, როდესაც სარჩელი მომზადდება, მოთხოვნები ჩაიწერება შიგნით, მათ შორის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. და ვისი სამართლით არის ეს სარჩელი? შალვარამიშვილი. ერთადერთი იმედთან დაკავშირებით. მაია დაახლოებით იქნებოდა კარი. ოდნავ მარცხნივ ჩაიქ. ძალიან პატარა განცხადების გაკეთება და ბაიამ უკვე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვან შემთხვევაში ჩვენ ქალთა მოძრაობა ვიცავთ ცალკეულად თათიას უფლებებს, მაგრამ ყველა იმ ქალის უფლებას, ვისი უფლებაც დღემდე ამ წუთებში შესაძლებელია ირღვევა სხვადასხვა სამუშაო ადგილას, სადაც ავიწროვებენ მათ. სწორედ ამ სახით. მე მინდა გავაკეთო განცხადება, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ინფორმაცია მის შესახებ, რომ შალვარამიშვილი არის გათავისუფლებული სამსახურიდან, მაგრამ არ არის გათავისუფლებული, რაც ძალიან კარგი არის ის ჯგუფი, რომელიც შალვასთან ერთად მუშაობდა, 40 კაცზე არის ვფიქრობ საუბარი და ძალიან კარგი არის, თუ კი მათი ადგილები იქნება შენარჩუნებული, იმიტომ რომ არავითარი უფლება ამ შემთხვევაში იმედს არ აქვს, რომ ერთი ადამიანის მძნეოს აქციელს გადააყოლოს 40 ადამიანის სამუშაო ადგილი. მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ იმედმა დაასახელოს უბრალოდ მიზეზი, რა გახდა შალვარამიშვილის სამსახურიდან გააშვების. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს ამ პრობლემის იდენტიფიცირება. ჩვენ უნდა ამაზე ღიად ვისაუბროთ, ეს უნდა იყოს უკვე დეკლარირებული იმისათვის, რომ სხვა ადამიანებმა გაიგონ. ეს არის აუცილებელი და ამ შემთხვევაში
ჩვენი მოთხოვნა თხოვნა იქნება ტელეკომპანია იმედისადმი, რომ მათ აუცილებლად დაასახელონ ის მიზეზი, რადგანაც შალვა რამიშვილი აღარ იქნება იმედის თანამშრომელი.